ეს ახლა არ მითხრა დღევანდელიაო. ეს არ არის დღევანდელი, ძველია. არც ეს არ არის დღევანდელი გაკეთებული. დღევანდელი, აი ასე ვერ გაცივდე. კი ბატონო, გუშინდელი რო არის, მე 27 დააწერეთ. ხილად სახალხო კონტროლი მოდის. მოდის და მოვიდა კიდევაც, მოვიდა შუა ხევში. პრობლემა ხორცს აქვს, იმიტომ რომ ეს საბუთი და ეს ხორცი და ნაშტები ერთმანეთს არ შეესაბამება. თუ არა და მაყურებელმა განსაზღვროს და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. აი ამ ხედის გულისთვის ღირს ნამდვილად აქ ჩამოსვლა. ყველაფერი კარგათა გაქვთ გაკეთებული და მიხარია. ასეთი ობიექტები უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით რაში იცი? აი რა გაგიჭირდათ? ასეთი რომ ნაგვის პარკში ეს არაჩვეულებრივი ხორცი არ ჩააწყოთ. საქართველოს ყველა თავმოყარე ქალაქს აქვს თავისი ხინკლის სახლი. რა თქმა უნდა, შუახევსაც. შუახევის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე ვარ და შევდივართ ხინკლის სახლში. იატაკი მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, კედლები მოწესრიგებულია. მაცივარი პრინციპში თითქმის სარიელი არის. აქ როგორც ხვდები, ფარშია, ხო? შეზავებული. ფარში არის, კი ბატონო, ცომიც აქ არის. ახალი გაკეთებულია. შარშად გაარემონტეთ? მაგრამ ეს სექტემბრის ასე იანვრის წლში გავარემონტე, მაგრამ კიდეც გირდება რა. ან თქვენ ფლობელი ძანდებით? სასიამოვნო, როცა გჭირდებათ, მაშინ ზარეულიც ხართ და ყველაფერს ითავსებთ. ნუ ესე უნივერსალი უნდა იყო ადამიანი. გამწოვში შევიხედეთ, წვეთა ჰაჰაჰა დაიწყება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როვლიან და წმედნენ. ფაქტია, კედელი დასასუფთავებელია, თქვენც ხო უყურებთ? უფრო ქალბატონო ასე მოწესრიგებული როა ობიექტი და ამხელაფული არის დახარჯული, ძალიან ძვირი ღირს, იგივე გამწოვები, იგივე უჟანგავი თონით მოპირკეთებული ყველაფერი უყურებ, რომ სტანდარტში, კი ბატონო, ჭურჭლის მანქანაც ანუ ფული არის სერიოზულად დახარჯული იმისთვის, რომ სტანდარტებში ჩაჯდეთ, სწორად იმუშაოთ და ამას უნდა შენარჩუნება. თუ კი აი თქვენ ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე ეს არ გაასუფთავეთ, ისე როგორაც აი ამ ქვაბებს ასუფთავებთ. აი ასე არ გაასუფთავეთ, აი ისიც. ჩათვალეთ, რომ ძალიან მალე გაფუჭდება. ყოველ მეორე დღეს თუ არ ყოფნის, მაშინ ყოველ დღე უნდა გავწმინდათ. ხინკალი გადმოვა სადაც არის. ეხლა მითხარით. ქვაბებს აქ რეცხავთ. ქვაბებს აქ ვერ გარეცხავთ. აქეთაში რეცხავთ. ხელს ადიბანთ. ხელსი. იქეთ იბანს ხელთ. აქ რას რეცხავთ აბა? ეს წვანილისთვის არ არის ბატონო საჭირო. ეს გარდა იმისა, რომ მე არ ვეწინააღმდეგები, შეიძლება გაირეცხოს და ქვაბიც გაირეცხოს, ისიც იმის არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო. ერთადერთი აი რაც არ მომწონს ძალიან ესაა ეს სტილოები. ესე დღევანდელია, მაგრამ ეს ჩერადები ესენი ხვდები. ხო და გადაყარეთ. მოიცილეთ. აი ეს ახლა არ მითხრა დღევანდელიაო. ეს არ არის დღევანდელი, ძველია. კი ბატონო, ღრუბელი სუფთაა და გეტყობათ, რომ სუფთა ქალბატონი ბრძანდებით. ქვაბებში, როდესაც თქვენ დებთ და ქვაბით ინახავთ საკვებს მაცივარში. ეს დასაშვებია? არ შეიძლება. ქვაბში საკვები არ უნდა იყოს, უნდა გადაიღოთ ან ალუმინის ქვაბში, ან უნდა კონტეინერში გადაიღოთ. 28 დღევანდელია? ეს არაა დღევანდელი. თავს დავდებ ეს არაა დღევანდელი. ეს არ ვიცი ახლა. თავს დავდებ ეს არაა დღევანდელი. ეს გუშინ გიარკეთა. ქალბატონი. რიცხვი რა აწერია? რიცხვი რა ახლა მე ვერ ხედავ თვალებს. 28. რატო აწერია 28? არც ეს არ არის დღევანდელი გაკეთებული. დღევანდელი აი ასე ვერ გაცივდე. კი ბატონო, გუშინდელი რო არის, მე 27 დააწერეთ. მადონა საყვარელი დეზობარიერი არის, ანუ ეს არის ხალიჩა, რომელზეც შეგიძლიათ გაიწმინდოთ ფეხი, სხვათა შორის სუფთა იატაკია, უნდა გითხრათ, საკმაოდ მოწესრიგებული. ასეთი გაპრიალებული მაგიდებია, აი მაგიდას კი სჭირდება გადაწმენდა აშკარად. პატარა დარბაზია, ეხლა სტუმრები არიან და არ შეუშლით ხელს, არ გადავიღებთ. უბრალოდ აი ინტერიერზე ნახეთ როგორი ლომებია, აი ლომები ცხოვრობენ შუახევში და ლომები არიან კედელზე. მოდით დავათვალიეროთ
მენიუ აბა ვნახოთ რა ხდება შუახევის ხინკლის სახლში. რა თქმა უნდა ხინკალი. ხინკლის ფასი გაინტერესებთ? ლარი და 20. აი შუახევში არის ხინკალი ლარად და 20-ად. იმერული ხაჭაპური 10 ლარი, პიცაც არის, რა თქმა უნდა ქართული კერძებია, აჭარულიც, ბუნებრივია. აი მაგალითად ბორანოს ვხედავ და ასე შემდეგ. ფასები არის საკმაოდ დაბალი. სასმელების შემოტანა აკრძალული აქ უნდა შეიძინოთ, აი აქ სასმელებს ხედავთ თქვენ? აი აქ არის სასმელები და აქ უნდა შეიძინოთ. დარბაზი არის პატარა, სულ 3 მაგიდა, მაგრამ არის კიდევ კუპე, გვესმის იქ ხალხი კეიფობს და ხელს არ უშლით, მაგრამ შევდივართ აი აქ. აქ არის კიდე მომცრო ზომის დარბაზი, სადაც გაშლილია სუფრა, ელოდებიან სტუმრებს და ნახეთ აქ უკვე განსხვავებული ავეჯია, რბილი ავეჯია და კიდე პატარა კუპე აქ არის, რომელიც ასევე ცარიელია, ესეთი პატარა კუპეა. აქ რა არის? საპირფარეშო ადმინისტრაციისთვისა. აქ რა არის? ეს არის შესანახის. კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ცარკე ოთახი გაქვთ. ხორცეულობა აქ ჩაყინული. 26, 25. აი მითხარით ახლა. ამ ხელაფული გაქვთ ჩაყრილი. აი რა გაგიჭირდათ ისეთი რომ კატლეტი რომელსაც ვერ გარეცხავთ. აი ამაში არ ქონდეთ მოთავსებ. აი რა პარკები არა, პარკები კი არა ერთჯერადი კონტეინერებიო, ან კონტეინერებში უნდა იყოს. პარკებში უნდა იყოს აი ეს მოთავსებული. აი ეს უნდა იყოს მოთავსებული პარკებში. ბატონო გია, ნახეთ, ეს ხოა ნედლი პროდუქტი. ეს არის უკვე მოხარშული პროდუქტი და გამზადებული, შეზავებული კატლეტი აგერ. არა, ზევოთ კი არ უნდა იყოს. ჯერ აი ნახეთ, აი კატლეტიც როგორ აგაქვთ, აი შეხედეთ არაჰერმეტულად. აი ნახეთ მე რატო ვეწინააღმდეგები. აი ნახეთ. ხო ისრება. აი თქვენც ხო არ მოგწონთ. არ მიგიქცევიათ ყურადღება, თორე აი ასე დარწმუნებული ვარ, სადაც ამდენი გაქვთ გაკეთებული, ამას არ იზამდი. ხორცი საიდან აგაქვთ? აქ ჩვენიდან არის საკალავო ადგილზე. გაქვთ შენახული ბირკა, აი რომ მოიტანეთ საბუთი ფორმა ნომერი 100. მანქანაში კი არა, მანქანა არა. ხო, მაჩვენეთ, მაინტერესებს, იმიტომ რომ ფორმა მაინტერესებს. ამ ხორცის ის მაინტერესებს. საბუთი. შეგიძლიათ მოიტანოთ? მოიტანეთ. ბატონო გია. ეს არის 19 აპრილის საბუთი. კი ბატონო. ეხა მითხარით დღეს რა რიცხვია? დღეს ახლა დღეს არ რიცხვია. დღეს არის იგი რა 115 კილო მაქვს მიღებული ხორცი. რა რიცხვია დღეს? დღეს 28 აპრილი. ეს არის 10 დღის საბუთი. 10 დღეში თქვენ გინათ მითხრათ, რომ 17 კილო მიიღეთ. დარბილეთ. იმიტომ რომ დარბილებულია, მე ხა ამას გადაგიწონით, გამოგიღებთ და დაგიმტკიცებთ, რომ ეს საბუთი და ეს არ არის ერთი და იგივე, ბატონო გია. ეს არა გაცურე, ორ არა გაცურე. და 24-ის მერე თქვენ სხვა ციფრები გიწერიათ, 25 ქვევით გიწერიათ, კატლეტიც გამზადებული გაქვთ ამ ხორცით. იმასაცა და 25 გიწერიათ ხორცზე. აი ხორცზე გიწერ, რატო გიწერიათ? მე არასწორი ბატონო გია, ფაქტი, აგერაა, ჩემო ძვირფას ადამიანო. 25 გიწერიათ, აი აგერ, მაჩვენებს 19-ის. არა, ხორცი არის მიღებული. ახლა მაგაშია, თუ გინდა ეგე საკალაო ზომა დაგრული 115 კილო. ბატონო გია, 115 კილო, 117 კილო, 117 კილო, აქ რამდენია ხორცი გადმოვიღეთ. დაფილებულ ხორცს მე თქვენ აგიწონით, ეს არის ძვლიანი, აქ არ წერია ფილე, ეს არის ხორცი. დავფილე და ძვალი მე არ ხმარო ძვალს. ხო და რამდენი გამოგივიდათ ხორცი? ძვლიანად გამომივიდა 115 კილო. კი, ძვლიანად, უძულოთ რამდენი გამოგივიდა? გამომივიდა დაახლოებით 65 თუ რაღაც კილო იყო. ხო, 65 კილო და აქ რამდენია ახლა ხორცი? აქ დაიხარჯა ახლა ხორცი. ხო და რამდენია ხორცი ახლა თქვენი აზრით? შეიძლება იყოს რაღაცა 30-40 კილო, რამეთი არ იქნება. ხო და 10 დღეში თქვენ 20 კილო ხორცის მეტი არ გიხმართ. რას ლაპარაკობთ? ბატონო გია და სხვა ისინი. არა, კატლეტი რამდენი გაქვთ? აგერ აგიწონით კატლეტს, ბატონო გია, აგერ სასწორი სადაა? დამზადებული ახალი. ახალი დამზადებული როა, გეთანხმებით, მე არ ვამბობ ძველია და ცუდია თქო. ამ ხორციდან დამზადებულია, იმიტომ როგორ ახალი ხორცია მეტი კიდე ქონდათ? კატლეტი ეს ვაკეთებ, ეს დავაკეთებ და აი 19 აპრილი.
ხორცი არის მე ხორცი, ანუ ახალი მიღებული ხორცია, პრობლემა არ აქვს. ბატონო გია, პრობლემა ხორცს აქვს, იმიტომ რომ ეს საბუთი და ეს ხორცი და ნაშთები ერთმანეთს არ შეესაბამება. თუ არა და მაყურებელმა განსაზღვროს და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. აი ეს არის სველი წერტილი, აი რა გითხრათ, აქვეა საწყობი, ეს ლუდის კასრები, ინვენტარი, ყველაფერი აქ არის. წყალი მოდის. ნიჟარა ისე რა, აი აქ რა თქმა უნდა, რემონტს მოითხოვს თხევადი საპონია. ხელსახოცი არის და ეს მე მახარებს. და არის ესეთი, აი დააჭერთ და აი ნახეთ, ეს ხელის შეხება არ გჭირდებათ, ეს კარგია. მამაკაცის და ქალის საერთო ტუალეტია, ეს რა თქმა უნდა არ არის მანდამაიც მისაღები, მაგრამ რასიზამ, კანონით არ არის აკრძალული. სარკე სხვათა შორის სუფთაა და აგერ ნახეთ, როგორი სახალხო კონტროლის კეპი მახურავს. ხილად სახალხო კონტროლი მოდის. მოდის და მოვიდა კიდევაც, მოვიდა შუა ხევში. ვართ ეხლა ცენტრალურ ქუჩაზე, ხინკლის სახლში, რუსთაველის 55, შუახევის დროით 5:05. მადლობთ, ნახვამდის.